რატომ სდევნიან რუსეთში ქართველებს ტელეკომპანია იმედის ექსკლუზივი, ყველაზე გახმაურებული საქმის აქამდე უცნობი და ყველაზე საინტერესო დეტალები. რუსის სამართალდამცველების მიერ წამებით მოკლული ქართველების მამუკა კახიშვილის მშობლები სპეციალურად გადაცემა 100 გრადუსისთვის ჩამოვიდნენ. მშობლების ამბობი, რა გახდა რეალურად მათი შვილის სიკვდილის მიზეზი და რას ნახავთ დღეს ток-შოუ 100 გრადუსში. კეთიკა შაკაშვილი გიამბობთ. რუსი პოლიციელების მიერ ცემით მოკლული მამუკა კახიშვილის მშობლები საქართველოში არიან. კახიშვილები საქართველოში გადაცემა 100 გრადუსი ცელსიუსით ჩამოიყვანა. სწორედ ამ გადაცემაში მოყვებიან ისინი, რა იყო მათი 19 წლის შვილის მკვლელობის რეალური მიზეზი. როგორ ხდება ზეწოლა მათ ოჯახზე ამ მკვლელობის შემდეგ და რა პირობებში უწევს ყოფნა მოკლული მამუკა კახიშვილის ძმას რუსეთის ციხეში. ვიდრე გადაცემაში მოყვება შვილის მკვლელობის დღე ლერი კახიშვილმა ქრონიკასთან გაიხსენა. ჩემით რანაირად 40 კაცი გაიყვანეს და მაქალა დაწეს. ვიდით მივიდა იმ მაქალა დაწეს. უცებ გავიგეთ ეგეთ ორი მამუკას ახლობელსაც მოკლანდენ. უცებ უფროს მაშინმა გაიგო. დირექტორმა გადაურეკა რესტორნის ხვარი ცოტა და ცემენტი შეძმა სემენტი ძაღლები უთიკოროლო თემალინეთ რაცი მაღლეს ხარდა გრავდო არაფერი აქეთკენ კიდე გვიმუკრებიან მაგათი მუკარი მაგრამ ხუთი თვე ახლა ჩიხდება ხუთი თვე. ხოდა არაფერი საერთოდ არაფერი. დედისთვის ძნელი გასახსენებელია რა მდგომარეობაში იყო მისი შვილის ცხედარი როცა პირველად ნახა. ბევრი რამე აღარც ახსოვს, თუმცა ახსოვს ის რომ შვილი უბრალოდ ვეღარ იცნო. ისე აღარც მახსოვს იქ რა იყო და ის გაგიშებული კამერა როა სახი არ უჩანდა დამჭებული დაშავებული. მოკლული მამუკა კახიშვილის მშობლებთან ერთად საქართველოში კახიშვილების ოჯახის ადვოკატიც ჩამოვიდა. 100 გრადუსი ცელსიუსის სტუდიაში ის მოიტანს ყველა იმ მასალას, რომელიც კახიშვილის საქმეში დევს. მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ამ დრომდე არავის უნახავს. ამავე სტუდიაში ადვოკატი ისაუბრებს სამარის და სარატოვის ექსპერტიზის დასკვნებზეც, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მამუკა ქართველი იყო, ის რუსმა პოლიციელებმა ცემით მოკლეს. ამას სარატოვის ექსპერტიზის დასკვნა ამტკიცებს. ეს ექსპერტიზა ოჯახმა ჩაატარა. რაც შეეხება სამარის ექსპერტიზის დასკვნას, ის რადიკალურად განსხვავებულია. რუსმა მაღალჩინოსნებმა მოახერხეს დასკვნის გაყალბება. გადაცემაში ყველა იმ მასალას გაჩვენებთ, რაც მამუკას საქმეში ინახება. დღეს 23 საათზე გადაცემა 100 გრადუსი ცელსიუსის სტუმრები მამუკა კახიშვილის მშობლების და ადვოკატის გარდა პოლიტიკოსები და ადამიანის უფლებათა დამცველებიც იქნებიან. გადაცემაში მოსკოვიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთვება სასტიკად მოკლული ილია ჯაფარიძის დედაც. რაც შეეხება კახიშვილის ოჯახის წევრებს, ისინი საქართველოს გადაცემის დასრულებისთანავე დატოვებენ.